ადამიანი ეს არის რეალურად ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, ფაქტორი და ამიტომ ადამიანის შორის ურთიერთობა ეს არის კოსმობიოფსიქოლოგია. ამიტომ რაც მეტად ვიცით ასტროლოგიასაც ესე ერქვა ადრე. კოსმობიოფსიქოლოგია, რაც მეტად ვიცით მათ შორის ბავშვების ფსიქოლოგიაზე, მით მეტად გვიადვილდება მამებს მათთან ურთიერთობა. მარტო ის რომ შენ ესეთი იყავი და შენი შვილიც ესეთი უნდა იყოს და მოთხოვნა გაქვს იგივე, აბსოლუტურად არასწორია. შეიძლება ბავშვს ფსიქიკა დაუნგრიო. იმიტომ რომ ბავშვობიდან არ გაითვალისწინო რომ ის ფაქიზია და გინდა მისგან მეომარი შექმნა, შეიძლება დაუნგრიო მას ფსიქიკა. ეხდი? და ამიტომაც აი მიდრეკილებებს მიაქციათ კიდე ყურადღება. აი ბავშვები ახლა ყურო ყავს აგერჩვენაკ. ყურო არის შემოქმედი. ძალიან ბევრი დიდი ცნობილი მუსიკოსები და მხატვრები ყავს ამ ნიშანს. ამიტომაც აუცილებლად ყურო უნდა დაასაქმოთ რაიმე შემოქმედებაში. მარტო ცეკვა არ უშველის. თუ ხატვა უყვარს, დახატოს ბატონო. თუ რაღაცა მუსიკა უნდა დაუკრას, ეს კარგია მისთვის, მნიშვნელოვანია. ყუროს უყვარს ჭამა და მერე წამოწოლა. ეს რას ხდება? ამიტომ ყუროები სუქდებიან ადვილად. ზეგი რა უნდა ვქნათ? იმას ხო არ ვეტყვით რომ არ ჭამო. ჭამოს, მაგრამ მე უნდა დახარჯოს. ამიტომ ატარეთ სპორტზე, იაროს, ივარჯიშოს, კალორიები დახარჯოს და მაშინ გაცვლით უკეთ იგზნობს დავს. კიდე ერთი დეტალი, რომელსაც მამები არ აქცევენ ყურადღებას. თქვენი შვილი ტოროლაა თუ ბუ? ორი კატეგორიის რითმი, ბიორითმი არსებობს ადამიანში, ხო? ზოგ ბავშვს უყვარს ადრე დაძინება. სამაგეროთ ადრე იღვიძებს. მაგრამ თუ ის არის ბუ, ის იმას ადრე უჭირს დაძინება, წვალობს. იმას ურჩევნია გვიან დაწვეს, მაგრამ უფრო გვიან დგება. ნახეთ რა დეტალია, ხა თქვენ კი გინდათ რომ თქვენ ხარ დაუშვათ ტოროლა და ბავშვი ყავთ ბუ. ესე თქვენ აიძულებთ იმას სუწვალებაში იქნება ის ბავშვი, იმიტომ გინდათ რომ 9 საათზე დაიძინოს, 6 საათზე 7-ზე ადგეს. როგორც თქვენ აკეთებთ ამას? დაუნგრევთ ფსიქიკას. ეხლა შეიძლება თუ მაინც გინდა ცოტა შეიძლება შეაჩვიოთ ამას, იმიტომ რომ მე სამსახურში დაჭირდება მაინც ადრე ადგომა ხო? სკოლაში. მაგრამ რა ფორმით აკეთებთ ამას? ისე არ ქნათ რომ დაუნგრიოთ ფსიქიკა და ბავშვი იყოს თუ გამოგზავნოთ ბატონო. ნელ-ნელა მიაჩვიეთ ამას. აი დავუშვათ 9-ზე ხო? 9-ზე აი დავუშვათ ესე ჩვევა 11-ზე. აბა ცოტა ადრე. 15 წუთი რო აკლია 11-ს. მერე დავუშვათ 10 წუთი ნახევარი რო არის 11-ის. აი ესე ნელ-ნელა შევამცირე და არა ბრძანებლური კილოთი აი ახლავე დაიძინა შენ. აი ეგ დედაცი. ეს არა. ინგრევა ის ფსიქიკა. თქვენი შიში ჩდება. თქვენ რო გონიათ რომ ის მორიდებულია, თქვენს მორიდებული რის ხარჯზე? შიშის? ეს უკვე არასწორი აღზრდის მომენტია. რაღაცა პერიოდში შიში გადაუვლის და უკვე მორიდება. ეს უნდა იყოს სიყვარულის და თქვენი განსაკუთრებული ავტორიტეტის ხარჯზე და არა პატივისცემის ხარჯზე. და თქვენ გაქვთ ესე მამებს ესე გვაქვს რომ ახან ჩემი შვილი პატივს უნდა მცემდეს. არ არის ყოველთვის ესე. თუ თქვენ არასწორად იქცევთ პირიქით, ეს პატივს ვერ გცემთ, მაგრამ რაღაც პერიოდი იძულებულია ახან თქვენთან ცხოვრობ, რაღაცებს გაუძლოს. მაგრამ ეს გაუსაძლის ცხოვრებაა. ამიტომ შვილებს მარტო ეს კი არ არის რომ ჩვენ კარგად ვაჭამოთ, კარგად დაუშვათ, ჩავაცვათ და განათლება მივცეთ, არამედ ფსიქოლოგიურად არ უნდა გავაფუჭოთ, ვეცადოთ რომ პირიქით შიდა მისი ბუნება მაქსიმალურად გავხსნათ, პატივი მივაგოთ, მაგრამ თან ტონიც კონდეს თუ ბავშვი უკვე უწესოთ იქცევა, ზედმეტობაში მაშინ უნდა იგრძნოს თქვენი ტონი. ის კი არა თქვენ ცემოთ, არა ტონალობაზე, გამოხედვაზე ბავშვი ისეთ ფაქიზი ეგრევე გზნობს, რომ რაღაცა გააფუჭა. აი ეს მომენტი რა, ეხლა რადგან უფროსი თაობა ეხლა ძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება ეხლა ხედავთ რა ხდება და ზოგს სამსახური არ აქვს, ზოგს რა, ზოგი ნერვებზეა, ამიტომ მამებს ბევრს ნერვები არ ყოფნის და ამიტომ ამდაგვარ ნიუანსებს ყურადღებას არ აქცევს და ურჩევნია ან იყვიროს, ან ცემოს და ამ შემდგომ და მერე ანგრევს ამ საოცარ არსებას, მიხვდით?